ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 24 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების 7 ეპიზოდს, რომლის დროსაც არსებული მტკიცებულებების მიხედვით სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭაულში შერეული ქიმიური გამაღაზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნივთიერებები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები. სუსმა დაადასტურა, რომ შსს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN-1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით ჩვენ მოვუწოდებთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა.